სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დღესასწაულია ნათლისღებისა და ეკლესია გვახსენებს სახარებიდან იმ ადგილს, როდესაც უდაბნოში გავიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა და ამბობდა, რომ მოინანიეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა. მას ეძახდნენ ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. მოამზადეთო გზანი უფლისანი და წრფერყვენით ალაგნი მისნიო. ნეტარია ის უდაბნო, რომელმა გაიგონა იოანე ნათლისმცემლის ხმა და ნეტარია ის ხმა და ის ადამიანი, ვინც ეს წარმოთქვა, რომ უფალი მოდის, უფალს უნდა შეხვდეს ადამიანი და კაცობრიობა. უფალი ადამიანებს შობის დროს კი არ განეცხადა, სამყაროს განეცხადა წმინდა სამება ნათლისღების დროს. განცხადება ქვია ამ დღესასწაულს. უფალი ეცხადება ადამიანებს და როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა უფალი, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი უფალს. რა შორებს, რა არის კედელივით აღმართული, ცოდვა აღმართული ღმერთსა და ადამიანს შორის. და ამიტომ ამბობს, რომ თუ გინდა უფალი გაიგო, თუ გინდა შენმა გულმა მიიღოს უფალი და შეხვდეს, მაშინ უნდა განიწმინდო გული. მზეს არ აირეკლავს სარკე, თუ მას ტალახი წაუსვი. ადამიანის გულს თუ ცოდვა ფარავს, ის ღმერთს ვერ ირეკლავს. ამბობენ, არ მჯერა ღვთისა, არ მწამს უფალი. რატომ არის ახლა უსინათლო, რა თქმა უნდა, მზეს ვერ ხედავს და გიკვირს ამ ხელას სიდიადე, როგორ ვერ დაინახა მზისა. მაგრამ თვალი დავადებულია. აი ასეთი ადამიანი ღმერთს ის ვერ ხედავს, ვერ გრძნობს, ვერ განიცდის. იმიტომ რომ წერია ნეტარიყვნენ წმინდანი გულით რამე თუ მათ ღმერთი იხილონო. გულია მთავარი, გულით ხვდება ადამიანი ღმერთს. და ამიტომ რჩებენ ურწმუნენი და უხთონი, რომ მოუნანიებელია ადამიანი, სინანული არ აქვს. საკუთარ ცოდვებს არ ინანიებს, ანუ სარკიდან ტალახს არ განსდევნის, არ განბანს. და რა ყოფილა პირობა იმისა, რომ ადამიანმა ღმერთი იხილოს? სინანული ყოფილა საჭირო. სინანული. ვისაც სინანული აქვს, მას ცოდვები მიეტევება, იმიტომ რომ მეორე ნათლობას ეძახიან სინანული საიდუმლოს და ადამიანის გული უკვე როგორც სარკე განწმენდილი აირეკლავს მზეს, ისევე განწმენდული გული ღმერთს აირეკლავს. აი ამაში არის საქმე. არ არის საჭირო ღმერთი რომ გაიგო, წმინდა წერილი მეცნიერულად შეისწავლო, ან რაღაცა ბრძნული წიგნები იკითხო. გული უნდა განიწმინდოს ადამიანი, ეს არის მთავარი. ღმერთთან შეხვედრის ადგილი არის გული. და ღმერთზე როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა? ღვთის სიტყვა უნდა წაიკითხოს. და დღეს ადამიანს წერენ, თუ ემძიმება წმინდა წერილის აღება ხელში, თუ ეძნელება, თუ გაურბის, თუ ვერ იგებს, ეს ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა უფალო შეგვიწვალე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ვინც ღვთის სიტყვას ვერ კითხულობთ, ჩვენ ესე იგი ადამიანებს ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ესე იგი ჩვენ გულზე გადაკრულია ცოდვის ჭუჭყი, ცოდვის სიმძიმე. აი ერთ-ერთი სახე იმისა, თუ ადამიანის მდგომარეობა გაიგო, როგორ უნდა გაარკვიო, თუ ღვთის სიტყვას ვერ კითხულობს ადამიანი, ესე იგი ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ადამიანს. და უფრო მძიმე აქვს მდგომარეობა ადამიანს, თუ საკუთარ ცოდვებს ვერ ხედავს, საკუთარ მდგომარეობას ვერ ხედავს. რაც უფრო ბნელია ოთახი, ვერ ხედავ იქ რა ხდება, მტვერია, უწესრიგობაა თუ რა არის. როგორც კი მზის სინათლე შიანათებში, მით უფრო ადამიანი ხედავს რა მდგომარეობა. თუ ადამიანს ღმერთი მოუახლოვდა, საოცრად ცოდვილად გრძნობს თავს. დღესო ცოდვის ეკითხებით, ცოდვილი ხარო? მომაკვდავთანაც რომ იხვიდე, აი სიკვდილის არ ეცეზე და
არა ცოდვა მაქვს, არაფერი ცოდვა არ მიიღნიაო. და თუ წმინდა შეეკითხები, წმინდა ადამიანს, ხარ თუ არა ცოდვილი, უამრავ ცოდვებს ჩამოგვითვლის იქამდე სანამ არ გააჩერებ. ეფრემასური, როგორ ტიროდა, ანდრია კრიტელი ბავშვობიდან უფლის სიახლოვეს გაზრდილი, როგორ დასტირის თავის თავს და მთელ მსოფლიო ცოდვებს თავის თავში მოიაზრებს. დავით აღმაშენებელმა როგორ სინანულის კანონი დაწერა. აი ზიარების ლოცვებში წერია უამრავი სინანულის სიტყვები, ეგაც სიმონ მეტაფრასე ამბობს. ესე იგი, ვინც უახლოვდება უფალს, ის გრძნობს თავის ცოდვებს. ის ხედავს თავის უძლურებას, თავის უწმინდურობას. აი ამაშია საქმე, რომ რას ამბობს იოანე ნათლისმცემელი, რომ მოინანიეთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათაო. მაშინ აი იმ დროს ვერ გაიგეს ეს სიტყვები, არ მიიღეს ეს სიტყვები, იოანე ნათლისმცემლის სიტყვები იუდევლებმა არ მიიღეს ეს. ვინც მიიღო ხო ეზიარა უფლის მას, მაგრამ დანარჩენები დაუპირისპირდნენ უფალს. დღესაც ეს ეხდება, როცა ეკლესიაზე, სასულიერო წოდებაზე, ღმერთზე, რიცხანებით სიძულვილით ლაპარაკობენ და ურწმუნოდ აცაღებენ თავიანთ თავს, ეს ნიშნავს იმ წიგნობრებს და ფარისევლებს გვანა, ვინც უფალი ჯვარზე აიყვანა. აი ამ მდგომარეობაში ადამიანი. დღეს ადვილია ცხონება, სულიწმინდა გარდა მოვიდა სულთმოფენობას და მადლმა დაიკავა სამყარო. მისაწვდომია მადლი. 2000 წლოვანი გამოცდილება აქვს ეკლესიას. და რამდენი ვიცით უამრავი ათასობით მაგალითი, რომ მადლის საშუალებით გადარჩენ ადამიანები და მადლს ადამიანები ვერ იღებენ. აი რატომ არის, რომ წმინდა წყალს ვიღებთ, სიწმინდეებს მივახლებით და ვერ ვინარჩუნებთ მადლს. იმიტომ რომ ცოდვის უფსკრულია ისევ ადამიანში, ცოდვის სიბნელია, ვნებათა დამორჩილება ადამიანში. არ ლოცულობს და არ მარხულობს ადამიანი. ეშმაკი ადამიანისგან მაცდუნებელი და დამღუპელი მხოლოდ გრითი განიდევნება, ეს მოდგმაო ლოცვითა და მარხვით განიდევნება. რატო არის ნათლისღების წინადღე მარხვა? იმიტომ რომ თუ გინდა მადლს ეზიარო, რომელი უხვად გადმოდის და წყალი ეკურთხება და უხრწნელებას ინარჩუნებს და კურნების ძალა ეძლევა აი ამ წყალს, სასწაულმოქმედი წყალი ხდება, ეშმაკთა გამდევნელი სულისა და ხორცის მაკურნებელა. დალიეთ გვინდა 100 ლიტრა, შეიძლება არაფერი შედეგი არ მიიღოს. თუ ადამიანმა არ მოინანია, თუ სული არ განიწმინდა, მადლი ისევ განეშორება ადამიანს. მამები წერენ, რომ მოციქულებიო უფალს უსმენდნენ და ეხებოდნენ და ჩვენ უფრო ნეტარნი ვართო, ის ჩვენც ვისმენთო ღვთის სიტყვას და მარტო კი არ ვეხებითო. საკუთარ წიაღში შევიწყნარებთ ყოვლითურთ მთელ სისსა და ხორცს უფლისას. მაგრამ აი ისინი მთებს გადადგავდნენ, უამრავ ათასობით ადამიანს მოაქცევდნენ და გადაარჩინდნენ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. რატომ? მადლს ვერ ინარჩუნებს ადამიანი. ვნებებს არის დამორჩილებული და ლოცვაზე და მარხვაზე ვამბობდი. ყოველი ლოცვა ადამიანს ღმერთს მიახლებს. ყველა წაკითხული ლოცვა, ნალოცი, წაკითხული ზერელეთ კი არა, ნალოცი. და ვინც ლოცულობს და მეორე კიდევ რა არის? აი მარხვა რატოა? ადამიანი სწავლობს მოთმინებას, არ ჭამს ხორცს, არ ჭამს არასამარხოს. და ვინცაც ხორცის არ ჭამა შეუძლია, ის სხვა ცოდვებსაც ეტყვის უარს. და ვინც ელემენტარულად ხორციელზე ვერ ამბობს უარს, ის ვერც სხვა ცოდვებზე ვერ იტყვის უარს. აი ამაში არის საქმე. და დღეს იოანე ნათლისმცემელი მათაც და ჩვენც გვეუბნება, რომ მოინანიეთო. მოახლოებულია სასუფეველიცად, ანუ სასუფეველი ახლოს არის, მისაწვდომია ყველასთვის. ღვთის ნებით უნდა იცხოვროს ადამიანმა, ღვთის სიტყვისაებ. თავის ნებით რო იცხოვრა ადამიანმა სამოთხეში, სამოთხე დაკარგა. ვინც ღვთის ნებით ცხოვრობს, ის უფალს მიუახლოვდება და უფლის ნება რა არის? ყველა ადამიანი ცხონდეს და გადარჩეს. ეს უნდა ღმერთს. და ვინც ღვთის ნებით ცხოვრობს, ის აუცილებლად გადარჩება. და დღეს რას ამბობდა?
ბევრი გამიგონია რომ აიო მე არავინ მასწავლაო არც ლოცვაო არც მარხვა არც ღმერთზე არავინ არ მომითხრო თავსიმართლებელი მაგრამ ერთი მამა ამბობდა ვკითხულობდი გუში რომ ქრისტე ხო გაიგონეო ქრისტეს სახელი ხო შენ ყურს მოწვდაო რატომ არ დაინტერესდიო ღვთის სიტყვა რატო არ წაიკითხე წმინდა წერილიო კვირა ხო გაგიგონიაო და კვირას დასვენება ხო არ რატოა ეს დასვენება რატო არ დაგაინტერესა ეს იმიტომ მიეცა რომ ეს დღე უფლისაა უფლის აღდგომის დღეა აი ამაშია საქმე ტაძარში უნდა მოვიდეს ადამიანი ტაძარში აი ხშირად ამბობენ ხოლმე მშობლები რომ ეს შვილებზე დადიოდა ტაძარში ეზიარებოდა უხაროდა და ეხლა ვეღარ დადის ტაძარში და ვერ იგებენ რატომ მოხდა ეს იმიტომ რომ ვნებებს და ცოდვებს დაემორჩილენ ბავშვები რომ გაიზარდნენ და ამ ცოდვამ დააშორა ღმერთს აი ხშირად მე მინახავს რომ ბევრი ადამიანი ისეთი ხურვალი ქრისტიანი იყო და აღარ დადის ტაძარში აღსარებებში დამალვა დაიწყეს ცოდვებისა ცოდვებს გაუთამამდნენ და კედილებით აღიმართა ღმერთსა და ადამიანს შორის და ასეთი ადამიანი თუ წარწყმდა და ჯოჯოხეთში მოხვდა ეს ბებიებმა და დედებმა მშობლებმა რო არასწავლეს ლოცვა და ეკლესია კი არ არის მათი ბრალი მისივე ბრალია უფალი არ დაინტერესდა ღვთის სიტყვა არ დაინტერესდა არ მოინანია ამიტომ ვერ დაინახა უფალი იმიტომ რომ გული ვერ განეწმინდა მეტარიყვნენ წმინდანი გულით რამე თუ ღმად ღმერთი იხილონ თუ ხშირ აღსარებას იტყვის ხშირად ეზიარება წმინდა წიგნებს წაიკითხავს ადამიანი და შეევედრება მიხსენ უფალო გავმიყვანე ამ მდგომარეობიდან დამანახე ჩემი თავი შეიცან თავი შენიო საკუთარ თავსაც კი არ იცნობს ადამიანს ხვებზე იტყვიან ხოლმე მოხარშურს ვიცნობ სხვას კი არა საკუთარ თავს ვერ იცნობს ადამიანი საკუთარ გულში ვერ იყურება სულ სხვის საქმეებში იყურება ადამიანი ჩვენი ბრალია რომ არ გვაინტერესებს ეს და თუ წარწყდებით ღმერთმა დაიფაროს ყველა ჩვენი ბრალი იქნება თუ ცხონდებით ესეც ჩვენი იქნება იმიტომ რომ ჩვენ გავიხედეთ უფლისაკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უფალმა ორი გადამოდგა ჩვენსკენ და როგორ უნდა ცხონდეს ადამიანი დღეს ინტერესი რა არის ადამიანისა დღეს ვინც აქ არ არის ღვთის დიდების დღე სად არიან იქ სადაც მათი საუნჯეა მათი გულიც იქ არის თქვენი საუნჯე უფალია სიწმინდეა სიკეთეა ღვთის სიტყვა ღვთისნების ცოდნის სურვილია და სადაც თქვენი საუნჯეა თქვენი უფალიც იქ არის და ყოვლით გულით ყოვლთა სულით ყოვლთა ძალით ყოვლთა გონებით უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი რაც ღმერთთან მისვლაში ხელს უშლის უნდა მოიშოროს ყრალი ცოდვები უნდა მოიშოროს ენანება ადამიანს ცოდვები როგორ ენანება როგორ ძვირფასი ქვას ვერ გადააგდებს აი ეს ყრალი ცოდვებს არის ჩაბღაუჭებული ადამიანი და ადვილად შეუძლია უფალს ხელი გაუშვას სხვა რამე უყვარს მთელი გულით გონებით და სულით და არა უფალი და ვინც უყვარს იმასთან არის უფალი უნდა იყოს ჩვენი საუნჯე და ჩვენი გულიც უფალთან იქნება სხვა ღმერთის ხილვის საშუალება არ არის მხოლოდ გულია გულით ხვდება ადამიანი ღმერთს ის ცდილობს რომ განიწმინდოს გული და როგორ დღეს იოან ნათლისმცემელმა თქვა და გვითხრა მოინანიეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველიცა და მერთმა დაგლოცო მერთმა დაგლოცო ეხლა ტიპიკონის მიხედვით წირვას მოებმის მწუხრი განსაკუთრებული დღეებია დღეს იკითხება 13 საწინასწარმეტყველო მწუხრზე და მე-14 საუკუნემდე წყალი დღევანდელ დღეს იკურთხებოდა განსაკუთრებით სხვა დღეს არა და მერე პრაქტიკა მაჩვენა რომ ხალხი უფრო ნათლისღების დღეს მოდიოდა და გადაიტანეს ესე იგი წყლის კურთხევა 19-შიც ჩვენ არ მინდა ის ტრადიცია დავკარგო შევინახო და გაუფრთხილდე და მწუხრის მერე წყალს ვაკურთხებ და ხვალ წირვის მერე წყალს ვაკურთხებ მარხვა არის უნდა დავთმოთ რაღაცა
გვახსენებს უფალი ამით ამ მარხვიდა ეკლესია, რაღაც უნდა დათმო, რომ მერე ცოდვები, დიდი ცოდვები დათმო, ისწავლდა მადლს ეზიარო, აი ნაკურთხ წყლიდან მადლს მაშინ ეზიარება ადამიანი, თუ ცოდვათა უფსკრული არ იქნება მის სულში, არამედ იქნება მონანიება და მონანულ გული აღივსება მადლითა სულისა წმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახარო თქვენა და სრულიად საქართველო და საქრისტიანო. ამინ.